როგორც იცით, ჩინეთში ვარ. დამღლელი და ხანგრძლივი გზის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვაღწია. სასტუმროში ძალიან კარგი და ყურადღებიანი პერსონალი დამხვდა. ყველაფერში დამეხმარნენ. იქიდან გამომდინარე, რომ დაღლილი და დამგზავრი ვიყავი, პირველი რაც იყო, ვახშამზე ვფიქრობდი. სასტუმროს მენეჯერმა ახლოში ერთი ძალიან კარგი რესტორანი მირჩია. ხო და ჩვენ წავედით. მენიუში ცოტა უცნაური კერძები კი დაგხვდა, მაგალითად ეს კუ წითელ соуსში, მაგრამ ეს არ მიჭამია, რა თქმა უნდა. შევარჩიე, აი ეს, ჩვენ ხინკლებს ძალიან ჰგავს. ფასებს კი აქ დავაწერ. ამ ორმა წვნიანმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ესეც ბატის როლები. ვნახოთ, რას მოიტანენ და როგორ მომეწონება. პირველი ჩვენი წვნიანები მოვიდა. ქათმის ელესთვის, მეორე ჩემთვის. ელეჭყირების გამოყენებას სწავლობს. როგორც გითხრა, დიდად არ მოეწონა. რასაც ვერ ვიტყვი, აი ამ საოცრებაზე. უგემრიელესი იყო. ცოტა მწარე, ჟაუნას არომატით, მიწის თხილებით, აი საოცრება. კიდევ შევუკვეთი ასეთი კერძი. ეს ფუმფულა ბრინჯის პურებია და ღორის ხორცი. ამისი ფუმფულე ნახეთ რა. ღორის ხორციც გემრიელი იყო და ხრატუნა, მაგრამ ჩემთვის ცოტა ზედმეტად მსუყედაცხიმიანი იყო. ერთზე მეტი ვერ შევჯამე. რაც შეეხება სასმელებს, აი ასეთი კოლა და პეპსი აქვს. ჩინურად აწერია, ყველგან ასეა. ესეც ჩვენი ბატის როლები. ძალიან გემრიელი იყო. აი ჩვენთან რას შევადარო, ბლინებს ალბათ ხორციანი ბლინები ვითაა, თუმცა ბევრად ხრატუნა და ფაფუკი ცომით. შიგთავსიც უგემრიელესი იყო. უი, ეს აღარც მახსოვდა რომ შევუკვეთეთ, ბოლოს მოვიდა და აი ასეთი უზარმაზარი ერთი ცალი დიდი პელმენი იყო. უკვე აღარც მშიოდა და უბრალოდ გავსინჯე. ცუდი არ იყო. ამდენი მგონი ცხოვრებაში არ მიჭამია. ჩინეთზე აშკარად მცდარი წარმოდგენა გვაქვს. უგემრიელესი საჭმელები აქვთ და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გემრიელობა მელოდება. გზად პატარა უბნის მაღაზიაშიც შევიარეთ. გადახდა QR კოდით Alipay-ის აპლიკაციით, ხდება ძალიან მარტივია და კომფორტული. უსაყვარლესი ჩინელი პაპა იყო გამყიდველი და ესე საყვარლად ჩაგვიწყო პარკში. მოკლედ ეს საღამო ძალიან მსუბუქად გავატარეთ. ხვალიდან კი შევუდგებით ქალაქის აღმოჩენას. თუ გაინტერესებთ ჩემი ჩინური თავგადასავლები, გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.